შეგნებულად გვართმევენ სახლებს. სახლში მყავს ერთი 80 წლის მოხუცებული, მეორე ინვალიდი, რომელიც ერთი წელი კომაში იყო. 5 მაქვს უხდი აღებული თანხიდან და ცოცხალი თავით არიღებენ ფულს. არიღებენ ფულს, ეს არის სპეციალური მაფია ტრიალებს ქალაქში, სადაც სარგებლიანი სახლებია, ან საინვესტიციო ან და ნაკლეფაში აქვთ აღებული, იმ სახლების დაპყრობაზე არიან გადასულები. პირადად ჩემი სახლი 5 ოჯახი ვცხოვრობს იქ და 13,500 ლარშია გაუქციონზე ნაყიდი ჩუმად. არავის არ აინტერესებს ეს. აბსოლუტურად არავინ არ არის ამ საქმეებით დაინტერესებული. გააკეთეს კომენტარი, რომ ბავშვი სპეკულირებენო, მე არ სპეკულირებ. ჩემი შვილი იმისთვის გავაჩინე, რომ საქართველოს მოქალაქეა და მე ვუზრდი საქართველოს ვაჟკაცს, რომ დაჭირდეს. ვიცი რომ ჩემი შვილი, ჩემი გაზრდილი შვილი წინა ხაზზე იდგება. და არ სპეკულირებ ნამდვილად შვილს, მაგრამ წასასვლელი ჩემ შვილის დასატოვებელი არ სადარღო, იმიტომ ყავ ჩემთან ერთად. მე-5 დღეა ვარ ღიაცის ქვეშ, არავინ არ გამოჩენილა, არავინ არ დაინტერესებულა. უბრალოდ კითხვითაც არ მოსულა, რომ რა მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ ვისაც ორ-ორი აგური გამოვიტანეთ ჩვენი სამშენებლო მასალებიდან და ავაგეთ ტაძარი, აი იმ ტაძარზე ბასიაჩუკის დებივით თავი გვაქვს შეფარებული. შიგნით ფეხს არ გვადგმევინებენ და იმ ტაძრის ტერიტორიაზე ვართ განლაგებული. გამოვიდეს როგორც ხალხის მერი, დაგვიდგეს წინ და გაგვესაუბროს როგორც ადამიანს. ჩვენ არ გვიჭირეს ასეთ ხეში არ ვიქნებოდი. მართლაც რომ კაპი-კაპიზე ვდებდით და ზოგი ვალა, ზოგი ბავშვი რომ ლუკმას გამოაზრო პირი და ბლოკი ისე და ბლოკზე ისე დავადეთ და რომ გვეცხრა ოცნების სახლი იყო ჩვენთვის. წლების სახლია ეგა, რომ აი ჩვენი ოცნება იყო, ჩვენი სახლი გვექნება, ბავშვებს რომ გეგმეს ვალაგებთ, აი ჩვენ ასე შევათ ვიცხოვთ, ჩვენი სახლი გვექნება, სხვის სახლში აღარ ვიცხოვთ. სამწუხაროდ ეს რეალობა დღეში მიწასთან გაასწორეს, რაც ძალიან ცუდია.